ერთი წელია, რაც რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგმება ლაშა თაბუკაშვილის პიესა „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“ და ამ ერთი წლის განმავლობაში სპექტაკლი მიდის გადაჭედილ დარბაზში. ერთ-ერთ წარმოდგენაზე თეატრის ადმინისტრაციას პოლიციის გამოძახებაც კი დასჭირდა მოზღვავებული მაყურებლისაგან თავდასაცავად. საქართველოს ტელევიზიას წლების განმავლობაში ჰქონდა კარგი ტრადიცია სპექტაკლების ტრანსლაციის. დღესდღეობით 60 საათიანი სპექტაკლების ჩვენება შეუძლებელია. მოგეხსენებათ, ყველას არა აქვს დრო, ფიზიკური ენერგია და თუნდაც მატერიალური საშუალება, რომ იყოს აქტიური მაყურებელი და ნახოს ყველა ახალი წარმოდგენა. მით უმეტეს ამ სპექტაკლზე ბილეთის შოვნა ძალიან ძნელია. ეს განსაკუთრებით რთულია არათბილისელი მაყურებლისათვის, რომელიც ვერ ხვდება ამ სპექტაკლზე. ამდენად ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა სპეციალური გადაცემა, სადაც ვრცელ ნაწყვეტებს შემოგთავაზებთ რუსთაველის თეატრის წარმოდგენიდან „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“. ეს წარმოდგენა განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა მაყურებელთა შორის. პუბლიკის უმეტესობა ეგრეთ წოდებულ თინეიჯერულ ასაკს მიეკუთვნება. ისინი სპექტაკლს რამდენჯერმე ნახულობენ. ლაშა თაბუკაშვილის პიესის პერსონაჟები რუსთაველის თეატრის მსახიობთა შესრულებით ახალგაზრდა თაობის სულიერი პრობლემების გამომხატველნი გახდნენ. სადგივარი, რომელიც პიესაშია ჩადებული, დღევანდელი ქართველების უპირველესი პრობლემაა. მაგრამ ფორმა სპექტაკლისა უაღრესად ლაღი და თავისუფალია. სწორედ ამით იზიდავს იგი ყველა რანგის მაყურებელს. ზაზა პაპუაშვილი, რომელიც ამ სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, დღეს რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობია. ის ძალზედ პოპულარულია ახალგაზრდა მაყურებლებში. თუ ამ ბოლო დროს დასწრები ხართ რუსთაველის თეატრის წარმოდგენებს, გემახსოვრებათ ზაზა პაპუაშვილის შესრულებული კლასიკური ტრაგედიის გმირებით. ბაჩო კი თანამედროვე პერსონაჟია. ამგვარი არტისტული ადამიანები, პოეტი, იმპროვიზატორები, მისი პროტოტიპები მრავლად შეხვედრიან ჩვენს რეალობაში. და მოგცა თუ არა ამ როლმა შენ თვითგამოხატვის საშუალება? საქმე იმაშია, რომ ეხლა პირველი დღიდან, როდესაც ლაშას პიესა გაჩნდა თეატრში, უკვე ჩვენშიც ვიგზენთ, რომ რაღაც ცვლილება უნდა მომხდარიყო, როგორც თვითონ პრობლემატურად, როგორც თამაშის მანერა, სტილით, ყველა რაღაც ახალი რამე უნდა დაწყებულიყო. თვითონ ეს ბაჩა, რომელიც ვფიქრობ ერთი ჩვეულებრივი, ან არაჩვეულებრივი თბილისელი ბიჭია, ის ნებისმიერ ჩვენთაგანში არის ასეთი ადამიანი ყოველთვის ჩვენ გვერდზე არსებობს. ან და ვიცნობთ, ხედავთ ასეთი პიროვნებები არიან. რაც შეეხება თვით გამოხატვის საშუალებას, ძალიან დიდი რაღაცები მოხდა და ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა და რასაკვირველია, ჩემშიდაც შეიცვალა, შემშიდაც განახლდა. შეიძლება ესეთი მიმალური პროცესები, რომელიც არსებობს და ქცნობილებად მიდიოდა ეს პროცესები. ახლა ამან რაღაც გამოხატულება იყო კონკრეტულად ლაშას პიესაში და კონკრეტულად ამ ბაჩას როლში. დიდი სიხარული და დიდი ბედნიერება მომიტანა რასაკვირველია. მე შორს ვარ იმაზრისგან, რომ მერე რა რომ სველია, სველი იასამანი რუსთაველის თეატრის ყველაზე საუკეთესო სპექტაკლია. მაგრამ სპექტაკლი ერთი წელია მიდის სრული ანშლაგით და ამას აქვს თავისი ძალიან სერიოზული მიზეზი. ვფიქრობ, რომ სპექტაკლი გახლავთ არა მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეების, არამედ სოციოლოგთა კვლევის საგანით. უმთავრესი მიზეზი კი პრობლემაა, რომელიც დევს ამ პიესაში და შემდგომ გადმოვიდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. ეს არის დაკარგული თაობის პრობლემა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეს პრობლემა ხანგამოშვებით ამოტივტივდება და იქ ძირითადად თავს იჩენს ომების, რევოლუციების ან მძიმე სოციალური კატაკლიზმების შედეგად, როდესაც ადამიანი ყველაფერს წირავს იდეას, თვით სიცოცხლესაც კი. და შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ იგი უსახელო ჯარისკაცია სხვათა ომში, ხოლო ეს ომი კი პოლიტიკური ქულების გადანაწილებაა და სხვა არაფერი. ამდენად ილუზიების მსხრევა განაპირობებს ამგვარი ადამიანების გაჩენას ცხოვრებაში, ხოლო სცენაზე კი ამგვარი პერსონაჟების ტრანსფორმაციას. აი ეს გმირები არიან ლამაზებიც, განათლებულებიც, ჭკვიანებიც და თქვენ წარმოიდგინეთ გმირული წარსულის მქონენი. მაგრამ დღესდღეობით ისინი არიან დაკარგული თაობის სრულფასოვანი წარმომადგენლები. პიესის ავტორია ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორები რობერტ სტურუა და დავით ხინიკაძე, მხატვარი მირიან შველიძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, მუსიკალურად გააფორმა გაგა სტურუამ, რეჟისორის თანაშემწე გრიგოლ თათეიშვილი. მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: გიო დავით დარჩია, ბაჩა ზაზა პაპუაშვილი,
კოსტა გიორგი ნაკაშიძე, ნია ლელა ალიბეგაშვილი, თეა ნინო არსენიშვილი, ლალი მარიკა ჭიჭინაძე, დევი კახი კავსაძე, გელა ლევან ბერიკაშვილი, ძველი ბიჭი გელა ლეჟავა. გამოგარემო 1000 ხალისიან ფერებად შეიღებება სწორი წვეტა და მოვაურყევი სმენა რომ ნარკოტიკს მხოლოდ ფარჩაკები ვერანებებენ თა დიახ მხოლოდ სუპერ ფარჩაკები ჰიტლერმა 5 გემი ააფეთქა ნარკუშებით სავსე 5 გემი განაყოს რა მთავრობა მერტი კატერინაი ოსტა ბატონო იკუჩე ილი არ გაიტეხოს შემდეგ მოვა ილუზია რომ ყველაფერს ეშველება ზიარა აჩვენებელი კოსტა პას მორფინისტებო ესრა გვაკადრესკიო ორფინისტიო Чем мне нравится, машина пучье хуй. გამიგია ყოველი დილა ჩვენი გამოსწორებით დაიწყოს. გამოსწორებით თემები. იძირები ამ ღრიან აღლის მორევში. იძირები თუნელი ვარდნა, იძირები თქოს დაგაპატარებე და საკუთარ ნაღლის გუშტში გწუწეს. ანგიდრიდი მამაწოდე. იძირები ამ ღრიან აღლის მორევში და პანიკურად ჩალიცო როგორ მეფსკერს მიწვდებ. პანჯარა მაინც გააღეთ რა თავი ამხედამ რასვარი წელის თუნმა. ასე ეგეთ ყოში გამოსწრიფში. კოსტა. გამიგია მორევს არ უნდა შეეჭიდო აი მინებდი და ფსკერს რომ მიგრძნო. ძლავრად დაკარი ფეხი და სხვა მხარეს ამოყვინთავო კოსტა. ნავერუძე საბრალოს და სინანული თაგვივსე. ჯერ პირი დაგებანა ბულბულო. წირტყიანი თვალებით რომ აკალობდი. არ მითხრა კბილებით გაიფერეო. რა ჩანს ფსკერი. არ ჩანს სხვა მხარი. ხალი გაცივე. მაცივაშია. გავედი ფინიშის ორდე. გარდაშვე. დიომ საქმე იცი, ძმაო. უკვე ინდიელებით მესამე პირში ვარ. როცა კუთაცავზე, აი მიგური კომპი ვეღარ მოვიდე. ინდიელი ბელადი ნაკოლკები ელამდი მესმინდა მერე ინდიელი ბელადი ნაკოლკები ელამდი განდონები ფერადი მეჯერა ჩაო აცალე რა ინდიელი ბელადი ნაკოლკები ელამდი განდონები ფერადი გონი ბუშტი დეგონა ბეჯითად რომ ბერა აბსოლუტ რა ლექსებს წერდა ეხა გერითი გვეხმიანება რა ვქნა კოსტა მეცნიდა 18-მდე პოეტი მომიყო და რა ვქნა ბიჭო რა იღადავე შენ არ მოხდო შენი პროდუქცია აბრაბრა სიკაჩელი კადრო მაქვს კერტს მიდებული ქნარი არ ბუთქოს მეტი კი არ ბუთქას სულ დასადა პარიტები სილას მე ბაჩა ბაჩა შენ ნახევარი ასულში მიხელავი დრო პირობით იცნება ლალი რაგიდა პირობით ამნისტია პირობით დასჯელი
ხნა დაიჭიშა. მაშ ასე ველით შენს პასუხს. გაჭრილი როგორ არის? გაჭრილი? ვინ გაჭრილი? ბარიგი წვერი. ბოდიგარდი, კი არ მიაქვს ფერში. არის მისალო. თელი ქალაქი ლაპარაკობს როგორ გადააგდებს ბარიგა კილოოპიუმში. კილოოპიუმში? ხო, 1 კილოში. ან იქნებ ეგ ლიტრებში იწონება. კიდევ რა იცი? ყველაფერი ვიცი. მაინც? ვიცი როგორ ესროლეებ ნადირალის მცველს. მართალია მხოლოდ ფეხში გაიმედე. თქვენ ძეგლები და პოეტები ხომ ჰუმანისტები ხართ? რა სროლა, ლარი? ეხლა ვიკივლებ იცოდე. იკივლე, დიდი ამბავი. მიჩვეულები ვარ. გასაგებია რომ იომეს, სისხლი დაახვარეს სამშობლოსაც. არ გინდეს, ლალი, ეს საუბარი არ გინდეს. მოკეთ ნუ გავის ამადვით ამად. ვის დავამატლეთ, ან როდის? ამადვით. გამარჯობა. ბაჭა, მევა. კოცა. მევა, გასიამო. დაბრძანდი. მადლობა. ეს მეგობარი კაცია, გაიცი. გამარჯობა, მეგობარო. გაუმარჯობა. დაჯი, ატოდი. ბაჭა. გაურა სადა? ჩემ მეგობარს აინტერესებს ზაურა სადა? ზაურამ ვერ მოახერხა მოსვლა. გაგვისველდა ცოტა. დალევრამეს. არა, მადლობთ, არა. შენ დალევრამეს, მეგობარო. დაბუტული პარჩოები დამიკო. ოსტა. აი ამან დაავრჩო. აბა მომო. ეს კლასიკ ტურგენელი არა. ცოტა არ იყოს უჩქარობდა, საქმეს ხომ არ შეუძგეთ? ისმენ დამიკო. ძალიან კარგი. აი ასე არ გამოვა ლამაზი. ელა. ვერ გავიგეთ. ამ ხელა ფისტოთი აპირებ ჩემთან ლაპარაკს? ია, შენ კიდე. რა პრობლემა? Stop. მე პანას ნიკის საუბრა. ეს აკომპანიმენტი აუცილებელია ალბათ, არა? ახლა წამალს რაც შეეხება, ის უნდა დაბრუნდეს. არა? მაპატიეთ. არა, სათხანათ არ ვამბობ. ისე ბევრი მსმენია თქვენზე, ვიცი რომ ქალაქელი სულთა ბიჭები ხართ. არა, მადლობისათვის არ ვამბობ და არც თქვენს დასაკერად. ასე რომ არ იყოს ცოტა სხვანაირად დაგელაპარაკებოდით სამივე. რა დავაშავე? გელა. აი მაგის ახსნა თუ დამჭირდა. გელა. აქ არც საბავშვო ბაღია და არ შენახარ. Babysitter.